მეგობრებო, ძალიან მითხრება ეხლა ამ ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ რო არ ვთქვა ისედაც არ შემიძლია და შევეცდები რომ მოკლე იყოს. მერაბის ნახე რა. მერაბ ძმაო, ძალიან დიდი ბოდიშის მოთხოვნით და პატივისცემით გეტყვი ეხლა რასაც გეტყვი და რა თქმა უნდა ძალიან არ მინდოდა რომ ეს ვიდეო ჩამეწერა. გამოხვედი ეხლა და ისე დაგმოძღვრე მთელი ერი და გითხარი რომ MMA-ის ექსპერტები არ ხართო და გამოდიხართ რაღაცას ლაპარაკობო, ეს ისე შეეცადე რომ ჭერმეტყველურად გეთქვა, თითქოს შენ მაგარი ორატორი იყო და აიეტი და ფარტაზივით დახარჯე ეს სიტყვები, ჩვენ დაგვიწუნე MMA-ის ცოდნა და შენი ორატორული უნარებით შეეცადე რაღაცის ახსნას და ვერც ახსენი თან პირდაპირ გეტყვი რა. შენ ჩხუბზე პიეტერიანთან რო წააგე, აი ნაკლები კი არ მინერვიულა, მაქედან დაიწყო ყველაფერი. მაქედან დაიწყო ყველაფერი, შენ რომ მაგასთან წააგე, აი რა ვიცი, ძმაო, არ გვეძინა მაშინაც და ლონგ-აილენდზე ვიყავი მახსოვს და სახში ვეღარ წავედი, მანქანაში დავრჩი ისე სულად ვიყავი. მე რაღაც ვიდეოები რო დავდე შენზე ხალხი მეუბნება რა სიცაო, ამ მერაბსო დამესია მაგასო ერთი სიტყვა არ უთქვავსო. ხალხსეო და გვერდით არ დადგომია როცა უჭირდაო რა და თავისაზე არ დაუფიქსირებიაო და აი კბილებით გიცავდი თორე იცის ხალხმა და დაწერს აქ თუ ვინმე სახსოვს ეგ კომენტარი რა ვიცი იმედია დაწერს კბილებით გიცავდი რომ მეთქი სპორტის სხვა რამედეს აი უბრალოდ ეხა მიკვირს შენი გამოსვლა მართლა ძმაო აი დარწმუნებული ვარ რომ ილია ეგრე არ იტყოდა არასოდეს აი არასოდეს არ იტყოდა საერთოდ არ მინდა ხოლმე თქვენი შედარებები რა ისედაც ყველაფერი ვიცით რა როგორ და ვინ რა დონეა და ვინ რა დონეზეა მაგრამ იმდენად მიყვარხარ და პატივისცემ რომ აი არასოდეს არ დამიწყია თქვენი შედარება და პირიქით აი სადაც წინია იქვე შენც გაყენებდი და ერთნაირად ასე აი გამოთხვედი ეხა და ისეთი რამე აი მაგის თქმას ეხა ნინადრამასთვის გეთქვა მაგ სიხარულს და ემოციებს როდე ოდნავ მაინც მეცი პატივი თუ ჩემი მეგობარი ხარო არ ჯობდა ეგ აი ვერ ხვდები უბრალოდ რომ გამოხვედი და მთელი ერი დაგმოძღვრე ძმაო ჩვენ სიყვარულში და ჩვენ ტკივილში რა დაინახე ისეთი რამაც გაგაგიშა და შოქში ჩაგდო შეიძლება არ იცის ბევრმა MMA არ იცის ერთადერთი რაზედაც შეიძლება კაცი გააკრიტიკო არის ის რომ იმ რო თქვას რომ ილიამ ჩხუბი გაყიდაო ამას რომ კაცი იტყვის ან ბოროტია ან უმეცარი და მე ვფიქრობ ვინც ეგ თქვა ძირითადად უმეცრებით მოუვიდა და უმეცარ კაცს რამეს გააგებიებ და თუ ბოროტმა თქვა ეგ ბოროტს ვერაფერს ვერ შეაგნებებ და მაგას ვაფშე აზრიც არ აქვს რო აქ ველაპარაკში ეგ როგორ უნდა თქვა ილიამ ჩხუბი წააგო და დანარჩენი არგუმენტი ახლა კაცი რო იტყვის რომ ასე იყო ისე იყო იმას ისე რაღაცეები შეთქმულების თეორიების მეც არ მინდა დიდად დავიჯერო მაგრამ ვერც იმას ვერ ვიჯერებ რომ ილია გეიჯი მოერეოდა ამას ვერ დავიჯერებ ვერასოდეს და მომკარი თუ გინდა და შენ გახარ ძმაო გამოხვედი აქ და მთელ ერს მოძღვრავ და ისე გველაპარაკები თითქოს რა გაგიკვირ და შენ რო პიტერიანთან წააგე მაშინაც იგივე რეაქციები იყო მაშინაც ეგრე გედექით მთელი ერი მხარში და ილიას რო ეხა მხარში უდგავართ და ჩვენ როგორც სულით და გულით ვტკივარ რაღაცა აღარ მინდოდა ამაზე ვიდეო ჩამეწერა და იმედია მეტი აღარ მომიწევს რა გაგიკვირ და უბრალოდ ვერ ხვდები მერაბ კიდე გეუბნები ძმაო შენ თუ გონია რამე შეიცვალა ამით და ისე აქცენ პატივს და ისე არ გიქომაგებ აცი ან მე ან ვინმე ძალიან ცდები პირიქით მაგრამ უბრალოდ მინდა ესე ადამიანმა ადამიანს კითხო რა გაგიკვირდა მერაბ რომ ჩვენ ასე გვეთკინა და ზოგმა ის თქვა რომ ხელთათმაში ის მოეჩვენა რაღაცა ქვა და ეგეთი რამე რა თქმა უნდა მე არ მithქვავს და არც ვიკადრებდი და უბრალოდ ის თქვი რომ ახლა ილიას წაგების მე არ ვიჯერა ილია თვითონ ილიას არ წაუგია ეს ჩხუბი ილია ამ ჩხუბს არ წააგებდა ვერ წააგებდა ჯასტინ გეიჯისთან ამ ჩხუბს და მე შინოდა ამ ჩხუბის და აღარ დავიწყებ ეხა ამას მე მგონი მივხვდით ჩემი ლაპარაკი საითაც მიდის მე უბრალოდ მომეჩვენა რომ ზედმეტ და ძლიერი იყო ჯასტინ გეიჯი და როგორ იყო უბრალოდ არ ვიცი აღარ დავიწყებ მოდი მაგაზე ლაპარაკს კიდე გეუბნები კაცი რომ იმას იკადრებს და იტყვის რომ ილიამ ჩხუბი გაყიდაო ის არის ან ბოროტი ან უმეცარი და ახლა ჩვენ თუ გული ვკივა და კიდე იმას ვიძახით რომ ილიას ეს ჩხუბი წართვეს რაღაცებს ვინ რას ამბობს გვაბატია ჩვენი ტკივილი და ჩვენი ემოციები და ნუ გავგჯი ამის გამო კეთილა თუ ვიღაცას რაღაცა შეთქმულების თეორიები აქვს ასე ისე გარდა ჩხუბის გაყიდვისა გვაბატია ეგ დანარჩენი ძალიან გთხოვ სიყვარულით მოგდის ეგ და რო გვიყვარს ილია მაგიტომ მოგდის გამოხვედი აქ და დაგვარიგე მთელ ერს სკუა ვერ ხვდები რატო მიეცი თავს მაგის უფლება ჩვენი სიყვარულით და ხალხის სიყვარულით უფრო ძლიერი არ ხარ შენ
უფრო მაგარი არ ხარ? გამოხვედი აქ და დაგმოძღვრე მე რა, აი რატო ვერ ხვდები? რა გაგიკვირდა? გულწრფელი ჩვენი ტკივილი გაგიკვირდა? არ ვიცი, ჩემი ვიდეო ნახე, გაგეცინა ალბათ, ანუ გაიცინე ჩემ ვიდეოზე დასაცინი იყო? არ ვიცი, ძმაო. კიდე არ მინდა რომ აი კიდე როგორ არ მინდოდა, აი პროსტა. მე რაც არ უნდა ჩემზე შენ წარმოდგენა გქონდეს და რაც არ უნდა ჩემზე აი ცუდათაც რო ფიქრობდე, მე მაინც გულწრფელად ყოველთვის გიქომაგებ და შენი კაი ყოველთვის გამეხარდება და შენზე დახარჯული ემოციები შემარგოს ღმერთმა. ამას ვიტყვი მე ყოველთვის, აი გულწრფელად. მაგრამ უბრალოდ ერთი რამეა მე რა. ამ ცოტა გული ვკივა, სენს ვქომაგები, ზოგადად სენსიტიურები ვარ და იმდენად მაღალ ხარისხში ვყავხართ ყველა აყვანილი, თქვენიდან მე რაღაცა ჩვენს მიმართ ცოტა ისე ნათქვამი ძალიან გვხვდება გულზე. რა ვიცი, მეც აღარ გავაგრძელებ ეხლა და უბრალოდ გავჩუმდები, მორჩა, მე მგონი რაც იყო სათქმელი ვთქვი.